თბილისში თოვს გზებზე გადაადგილება თავისუფალია. ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაო იმისთვის, რომ მოქალაქეები უსაფრთხოდ გადაადგილდნენ. მარიამ ბუღაძე გაგვაცნობს დეტალებს. ინტენსიური თოვის პარალელურად დედაქალაქში 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ხდება ქუჩების ტექნიკური მარილით დამუშავება, იწმინდება როგორც ცენტრალური, ასევე მეორე ხარისხოვანი ქუჩები. უხნალექს დედაქალაქში სერიოზული პრობლემები არ შეუქმნია, რადგან თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები 24 საათიან საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, ხდება მუდმივი მონიტორინგი. შესაბამისად თბილისში ტრანსპორტით მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს, ასევე ჩვეულ რეჟიმში მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თბილისში მოსული უხვი ნალექიდან გამომდინარე თბილსერვის ჯგუფი მუშაობს საგანგებო რეჟიმში. ყველა ქუჩა აბსოლუტურად არის გაწმენდილი, მოწესრიგებული, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შეფერხებების გარეშე. აბსოლუტურად ნებისმიერი მიმართულებით, საითაც კი შეიძლება იყოს როგორც შემოერთებულ ტერიტორიის ძირითადი ქუჩები, ისევე ცენტრალურ ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში მუშავდებოდა, სუფთავდებოდა, იღებოდა ტექნიკური მარილი. ამ ეტაპზე უწყებდებით მიმდინარეობს ქალაქის დასუფთავება. შესაბამისად, ჩვენი ჯგუფები გამოცხადდებიან ადგილებზე იმის და მიხედვით რა ტიპის ტექნიკა იქნება საჭირო. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ჩვენი ცხელი ხაზი, მივმართავთ მოსახლეობას, თუ სადმე შეიქმნა პრობლემა შეგვატყობინონ. მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, როგორც გითხარით, მუდმივად ხორციელდება მონიტორინგი გზებზე. ამოქმედებულია თბილსერვის ჯგუფის და თბილისის მერიის ცხელი ხაზები და მოქალაქეებს პრობლემების შემთხვევაში საშუალება აქვთ, რომ მითითებულ ნომერზე დარეკონ. პირდაპირ ეთერში მარიამ ბუღაძე საუბრობს.